მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. ცოტა დროს წაგართმევთ და გეტყვით, რომ მაისის თვე არის ჩემი თვე, ჩემი დაბადების დღეა და ვფიქრობ, რომ ჩემი დაბადების დღეზე გავაკეთოთ საჩუქარი თქვენთვის და სრული დიაგნოსტიკის შესაძლებლობა გექნებათ. ძალიან ესე ვთქვათ, ფაქტურად ნახევარ ხაზში 50%-იანი ფასდაკლებით, ვისაც გექნებათ სურვილი იმის, რომ მიიღოთ სრული დიაგნოსტიკა თქვენს ცხოვრებაზე, შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებაში, WhatsApp-ში ან Viber-ში და ეს აქცია იქნება 1 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით. ასე რომ შეგიძლიათ ეს პერიოდი გამოიყენოთ. გეტყვით იმასაც, რომ ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ რა დროს ჭირდება, რომ ჩავეწეროთ და ასე შემდეგ, მაქსიმუმ მეორე დღეს, ანუ ყოველთვისია ხოლმე, რომ ბევრ ადამიანსაც ვერ ვიღებ, იმიტომ რომ რიტუალებით მაქვს აკეთებელი და შესაბამისად ვეღარ ვახერხებ ხოლმე, რომ ბევრი ადამიანი მივიღო დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მაქსიმუმ მეორე დღეს, ვცდილობ, რომ ისე არ ჩავწერო ადამიანები, რომ რაღაც დიდხანს მოუწევთ ლოდინი, ხო? ასე რომ ესეც გაითვალისწინეთ. პლუს მაგას სულ მეკითხებიან, რა პერიოდი, ანუ რა დრო სჭირდება, ხო? რაღაც 15 წუთიანია გაშლა, 20 წუთიანი არ ჩამოკარგება, არის 1 საათიანი და საათნახევრიანი, გააჩნია სიტუაციას, რა ინფორმაცია მოდის, როგორ მოდის ეს ყველაფერი და რამდენად ჩასაძლებელია, ხო? ანუ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველა დეტალში ჩავეძიო და მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები გქონდეთ თითოეულ სიტუაციასთან დაკავშირებით. აი ესეთი სიტუაცია. მე როგორც გითხარით, ახალი ძალიან ბევრი ახალი დასტავ მივიღე, ჩამომივიდა და მინდა რომ ახალი ენერგიებით დაგიშალოთ გაშლები გავაკეთო თქვენთვის, რომ ნახოთ აბა როგორი ინფორმაციას წამოიღებენ, რა ინფორმაციას მოიტანენ და ესეთი ძალიან საინტერესო დასტა არის ეს ფაქტობრივად ორაკული არის დრო, რომელიც გაჩვენებს და გვაჩვენებს ნახეთ რა მომენტს, აი როდის ასრულდება ჩვენი სურვილი, ხო? ან როდის დაბრუნდება ადამიანი, ან რაღაც, ხო? ნახოთ, აი ეხლა მინდა რომ გავაკეთო წარსულ ურთიერთობაზე, მაგრამ დიდი ხანი არ გამიკეთებია წარსულ ურთიერთობაზე, ვნახოთ ადამიანი რა ენერგიებშია, რა სიტუაციაში და ნახოთ რას გვირჩევს ეს ორაკული, რისი დრო მოვიდა, იქნებ დრო მოვიდა რომ დაბრუნდეს, ან უბრალოდ რომ მოვიდა რომ გაუშვათ ეს ადამიანი, ხო, ჩვენი ცხოვრებიდან. ყოველ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ ხა დაბრუნებას მე არ გულისხმობ 10 წლის წასულ ადამიანებზე, თუმცა ანუ ეგეთებიც ხდება, არ ვიცი. შეიძლება მოხდეს ეგეთიც, 10 წლის წინდელი ადამიანის დაბრუნდეს, თუმცა მაინც გაითვალისწინეთ, 13 საჯარო გაშლაში არ მინდა რომ შეცდომაში შეხვიდეთ და რაღაც მოლოდინები გაგიჩნდეთ, ამიტომ მაქსიმუმ ავიღოთ 1 წელი, წელიწადნახევარი, ალბათ. ყველაზე დიდი თუ რაღაცა ესეთი არ შეცვლა, ხო? და ასევე თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვა ადამიანი არ არის დაოჯახებული, რაღაცა სასწაულები არ ხდება და ასე შემდეგ. ნუ ყოველ შემთხვევაში ვნახოთ, ვინ მოვა სასაუბროთ, საერთოდ რას ყვეტყვის და თუ აქვს დაბრუნების სიტუაცია და მდგომარეობა და სურვილი, ნახავთ მერე რა დროში დაბრუნდება ეს ადამიანი. ბოდიშით რომ წაგართვით ამდენად რომ მადლობა. კარგი, დავიწყოთ. ადამიანი ვინ მოვიდა, რა ენერგიებში არის ეხლა ამ ეტაპზე. ადამიანი, რომელიც ხათაშ არის ეხლა ამ ეტაპზე ვიტყოდი, რომ ძალიან ისეთ როგორ ენერგიებშია, იცით, მაქსიმალურად ცდილობს, რომ ასთან დაკავშირებით დებს ეს ენერგიებს, რაღაცა დებს ენერგიებს ადამიანი. ხო, აი მაქსიმალურად დებს ახლა ეს ადამიანი თავის განვითარების, თავის მდგომარეობის ენერგიებში. აი, ნახეთ, ადამიანი, რომელიც ცდილობს ახლა ამ ეტაპზე მატერიალურად კარგად დადგეს ფეხზე, თავისი სურვილები, თავის მიზნები რაც აქვს, ხო? შეასრულოს, წინ წავიდეს
დაგეგმოს, ხო? ანუ ადამიანი იმყოფება რაღაცა მოლოდინის მომენტიც აქვს, ოღონდ ნახეთ, როგორი მოლოდინი არის, აი რაც ჩადო, ზუსტად იცის, რომ იმას ამოიღებს, ხვდებით? აი ნახეთ, რაღაცა ნაბიჯი რაც გააკეთა, ზუსტად ის რომ ამ ნაბიჯს მოყვება შედეგი და ამ შედეგის საფუძველზე მიიღებს იმას, რაც უნდა, ხო? კიდევ რა ენერგიებშია? მოლოდინის კოთეშვიდიან პენტაკლებიც აგერ მობრძანდა. ადამიანი მაქსიმალურად არის უფრო გადართული მატერიალური კუთხით. ნახეთ პენტაკლების დასტის პონტ პენტაკლები. ორიან პენტაკლები. ნახეთ ადამიანი ყველანაირად ჩართული არის წინსვლა, წარმატება, გამარჯვება, ოღონდ მატერიალური კუთხით, ცნობადობის კუთხით, სამუშაოს, რაღაცა მომავლის შექმნის კუთხით, ხო? აი რაღაცნაირად ეს ადამიანი, ვინც ახლა ჩვენთან მოვიდა, მაქსიმალურად ცდილობს შექმნას, რომ იტყვიან საყრდენი, ანუ მის ფეხქვეშ შეიქმნას მყარი მიწა, რომ იცოდეს, რომ სწორად დგას და ეხლა თქვათ გავწორდით, დავლაგდით, სიმშვიდე მივიღეთ, ზურგი შევიქმნით და ეხლა უბრალოდ რაღაცა სხვას გავაკეთებ, ხო? აი ამ ეტაპზე ეს ადამიანი არის აი ამ თავისი პოზიციების, თავისი სტატუსის და თავისი ფინანსური რესურსის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და გაკეთებილებაზე, ხო, ესე რომ ვთქვათ. მოდით ნახოთ, თქვენ რა ენერგიებში ხართ, რომ მაინც ცოტა ისეთი თემა და ზედმეტად რომ არ მოგეცეთ ისეთი იმედები, რომელიც ვთქვათ არ იყოს თქვენი გაშლა, ხო? კარგი, თქვენ რა ენერგიებში ხართ? აი თქვენი ენერგიებს რაც შეეხება ვიტყვი რომ ძალიან მტკივნეულ ენერგიებში ხართ. აი რაღაცა დასრულდა თქვენთვის, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია, დასასრული არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დასრულდა, ხო? დასასრული ნიშნავს იმას, რომ რაღაც ეტაპი დასრულდა. თქვენთვის რაღაც ეტაპი დასრულდა, რომელიც რაღაც მომენტში ვიტყოდი, რომ ძალიან გულსატკენი არის. ნახეთ, აქ თუ ადამიანო თქვენთვის შეიძლება დასრულდა რაღაცა ოჯახური ურთიერთობა. შეიძლება დასრულდა სიტუაცია. აქ უფრო მე მგონი და აქ უფრო პირად ურთიერთობის მდგომარეობაზე გვაჩვენებს თქვენს ემოციებს და ენერგიებს. ნახეთ, დასრულდა თქვენთვის ურთიერთობა, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, აქ შეიძლება ვიღაცისთვის არის ის მომენტი, რომ დასრულდა ოჯახური თანაცხოვრების მდგომარეობა, ანუ იყავით ოჯახი და სამწუხაროდ ადამიანი წავიდა თქვენი ცხოვრებიდან და რა თქმა უნდა, ხა ეს ძალიან გულსატკენია. მეორე მომენტი შეიძლება იყოს ის როგორი კიდევ რომ წავიდა ადამიანი, რომელიც თლად შეიძლება მეუღლის სტატუსით არ იყო, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული, დალაგებული ურთიერთობა გქონდა. ნახეთ რა მომენტია, როდესაც ფიზიკურად გადაწყვეტილი ქონდათ ერთად თანაცხოვრება, ხო? აი, ერთად უნდა გეცხოვრათ, უკვე უნდა ნაბიჯი გადაგედგათ, უკვე უნდა რაღაცა შეგექმნათ და ნუ აღმოჩნდა, რომ ადამიანი გავიდა, ხო, ურთიერთობიდან რაღაცა მოხდა ისეთი, რამაც გაიყვანა ურთიერთობიდან და თქვენ აღმოჩნდით ძალიან ისეთი, რომ ვთქვათ, იმედგაცრუებული, აღმოჩნდით გულნატკენი, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ თქვენი ენერგიები არ არის ძალიან ისეთი ძლიერი. აქ ადამიანი, რომელიც უყურებს ახლა გასვლას, ხო, ესე ვიტყოდი, რომ არის ძალიან ისეთი მკაცრიც, მიზანდასახულიც, ძალიან კარგად შეუძლია, ესე ვთქვათ, ანანოს ამ ადამიანს რომ წავიდა. ნახეთ, ანანოს იმ მხრივ რომ
ესეთი გაწონასწორებული, ესეთი ენერგიების მატარებელი ადამიანის მიტოვება არ იქნება კარგი და სასიამოვნო, მართალია ცდილობს რომ ყველაფერი კარგად დაალაგოს და მატერიალურად დადგეს ფეხზე, მაგრამ სამყარო სამართლიანია, ხო? ანუ უსამართლოდ მოქცეული ადამიანი ვერ მიიღებს იმას, რაც უნდა. ესე არ ხდება. ისე რომ სამართლიანად მიიღებს იმ დარტყმას, რომელიც თქვენ მოგაყენათ, ხო? იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ისეთი ენერგეტიკა, სადაც უბრალოდ არ უნდა გაწყენინოთ, ხდებით არა, აი, უბრალოდ არ უნდა გაწყენინოთ და მორჩა. კარგით, მოდით, ეხლა კონკრეტულად მაინც კი არის წასული ადამიანზე საუბარი და მაგრამ მაინც ეხლა ამ წუთას რა ხდება თქვენ შორის, მაინც ნახოთ. სიცარიელე. თქვენ შორის ახლა არაფერი არ ხდება, აქ არის სიცარიელე, აქ არის განშორება, აქ არის დაშორება, აქ არის გაუცხოება ადამიანების და როგორი მომენტი იცით, რა რაღაცა თითქოს და იცით რა დაბლოკვაც შანსებს. აი თუ რაღაცა პატარა შანსიც არის თქვენი ურთიერთობის მდგომარეობის დალაგების, ხო? აი რაღაცნაირად მე ვიტყოდი რომ აქ თითქოს ბლოკავთ ამ შანსებს და აღარ აგაქვთ იმის სურვილი რომ ამ ადამიანისგან რაღაცა თითქოს ну, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ გაქვთ სურვილი იმის, რომ ეხლა რაღაცა კიდევ მობრუნდეს, რატომღაც ეს მომენტიც არის. შეიძლება ჯერ ეს ტკივილის მომენტია და თქვათ ახალი მომხდარია ეს ყველაფერი და არ არის როგორც თქვათ რაღაცა 1 წლის და 5 წლის დაშორებული ურთიერთობები, ხო? რაღაცა არ არის ეს რაღაცა დიდხნიანი დაშორების მომენტი და ჯერ ისევ იმდენად ტკივათ რომ ბრაზის მომენტიც გაქვთ და აი არც არაფერი არ მინდა, მაგრამ ამავდროულად რაღაცნაირი ემოციებიც გაქვთ. სიშორეა თქვენ შორის, ბრაზიც არის, თითქოს არ გინდათ, მაგრამ მაინც სადღაცა ის გულის სიღრმეში აი საკუთარ თავს რომ არ ვუტყდებით, ხო, აი საკუთარ თავთანაც რომ არ ვაღიარებთ, აი იქ სადღაც არის ის მომენტი, როდესაც უბრალოდ ადამიანი გვინდა, მაგრამ აი ქვეცნობიერში გვინდა, ცნობიერში უკვე ვიცით რომ ნუ ეს გულის ტკივილი არ უნდა ვაპატიოთ, ხო, თქვათ რაღაცა ეს მომენტიც არის. კარგი, მოდით ნახოთ კონკრეტულად ეხლა ამ ეტაპზე ეს ადამიანი რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში, ანუ რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში. რომ ძალიან დიდი გაკვეთილები მიეცით ამ ადამიანს, რომ თქვენ მის ცხოვრებაში ტყუილ უბრალოდ არ იყავით გამოჩენილი, რომ თქვენ ხართ კარგული ადამიანებიც როგორც ჩანს, თქვენ ძალიან ბევრი რამ ასწავლეთ ამ ადამიანს, ძალიან ბევრი რამეზე აუხილეთ თვალი, ბევრ რაღაცასთან მიმართებაში დაანახეთ აბსოლუტურად სხვანაირი რაკურსი. არ შეიძლება ესე ვთქვა, რომ ადამიანი რატომღაც ესე მომდის, რომ ცოტა ცუდი ნათქვამია, აი ტუმპედან ამოვიყვანეთ, ცოტა ესეთი ნათქვამია, მაგრამ აი ადამიანი ამოიყვანეთ ჭაობიდან, სადაც იყო და აი რო იყვნენ გაასვათ თავის დაფერთხეთ, დააყენეთ ფეხზე, ხო, აი ეს ადამიანი ამას ფიქრობს ახლა თქვენთან მიმართებაში, ეს ფიქრობს. იცით რა, როგორც ჩანს ეს ადამიანი ფიქრობს იმას, რომ რაღაცები მოტრიალდება, რატო ეს ადამიანი ფიქრობს, რომ მოტრიალდება სიტუაცია, ადამიანი ფიქრობს, რომ კიდევ ერთხელ გეტყვით, თუ აქ იყო ოჯახის მდგომარეობა და ოჯახი დაიშალა, ნუნდაც აი კონკრეტულად უფრო აი ჩამოყალიბებული მდგომარეობა ურთიერთობის, სადაც
ოჯახზე იყო აქტიური საუბარი. აი ესეთი ადამიანებისთვის არის, ეხლა აი ესე ვიტყოდი, ეს გაშლა ისე რომ უფრო ნაკუთხით ადამიანებმა შეიძლება გაითვალისწინონ უფრო მეტი პროცენტულობით. ნახეთ, ეს ადამიანი ფიქრობს იმას, რომ შესაძლებელია ფიქრობს იმას, რომ მოიქცა არასწორად თქვენთან მიმართებაში, რომ მოიქცა როგორც პატარა ბიჭი, ან პატარა გოგო, რომელმაც არ დააფასა და არ შეაფასა სწორად თქვენი გვერდში დგომა. ფიქრობს ეს ადამიანი, რომ დასრულდება ეს მისი რაღაცა ინფანტილური ქმედებები, ხო, რაღაც ესეთი ცოტა დაუფიქრებელი ქმედებები, ხო? თulis რომ თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანმა ნამდვილად დაუფიქრებლად მოიქცა და არასწორად მოიქცა, ესე ვიტყოდი. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება, ეს მისი რაღაცა ეს მდგომარეობა, რომელიც გააკეთა და თქვა წავიდეთ. იცით რა არის, ნახეთ, შეიძლება ადამიანს არ ქონდა საყრდენი და იმიტომაც გააკეთა, რომ თქვა დადგეს ფეხსედან, მერე შემოგთავაზოთ რაღაცა ისეთი ურთიერთობა, ხო? აი მართლა უკვე მერე რომ შექმნის უკვე ოჯახს და უკვე იქნება თქვა სასარჩენიან რაღაცა, ანუ არ ქონდა იმის საშუალება, რომ თქვა ოჯახში მieყვანა, იმიტომ რომ ერთ ოთახში ცხოვრობდა 50 ადამიანი, ხო? არის ესეთი შემთხვევებიც. და აქედან გამომდინარე რაღაცა გაეცალა სიტუაციას, რომ რაღაცა დადგეს ფეხზე და მერე ემოქმედა, ხო? ნუ შეიძლება ეს მომენტიც არის და თქვენ არ გაგიმხილოთ. ნახოთ ეგ მომენტიც რატომ წავიდა. თუმცა ამ ეტაპზე ფიქრში აქვს ის მომენტი, რომ მოტრიალდება სიტუაცია, აუცილებლად მოტრიალდება სიტუაცია, აუცილებლად დასრულდება აბსოლუტურად დამთავრდება ის მდგომარეობა, ეს არის კოშკის არკანის ხოთში ძალიან ლამაზი დასტა, დამთავრდება და შეძლებს ახლიდან დაწყებას ურთიერთობისას და ეს ურთიერთობა აუცილებლად რატომღაც ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაცა ისევ მიიღოთ, ხო? აი რაღაცა ეს მომენტი აქვს. ნახოთ კიდევ რას ფიქრობს. იცით რა, რას ფიქრობს და იმას, რომ მას არ დაუსრულებია. თითქოს პაუზაზე გავიდა ეს ადამიანი. არ ვიცი ხა რამდენი ხნიანი ანუ რა პერიოდია წასული, ხო, ყველასთან ინდივიდუალურად არის, მაგრამ თუ ეს ახალი ურთიერთობაა, ეს ადამიანი არ თვლის, რომ რაღაცა ურთიერთობა დასრულდა თქვენ შორის. არ ვიცი, შეიძლება ცოლ-ქმრის შორისაც არის რაღაცა მომენტი, როდესაც ავყვებით რაღაც გაურკვეველ მომენტებს, რაღაცა ემოციებს, ხო, რაღაც გვაქვს ადამიანებს რა გვინდა არ გვინდა რაღაც ესეთი მომენტი რუტინულ ცხოვრებას როცა ვეწევით რაღაცა პატარა ვიღაცა ესეთი მომენტები იქ მეგობარი არის გასათხოვარი იქ რაღაც დასაოჯახებელი და რაღაცა ჩვენც მოგვინდება რომ მათსავით თავისუფლად ცუბუქად რაღაც ეს პასუხისმგებლობების გარეშე ვიყოთ არის ეს მომენტებიც ხოლმე და რაღაცა ცოტა ხანი ამოსუნთქვის მდგომარეობა გვინდა ხო რაღაცა ჩემ თავზე მინდა ორიენტაცია გავაკეთო რომ აი ეს ამას ამბობს რომ ეს თulis ეს ადამიანი ფიქრობს იმას რომ არ დაუსრულებია უბრალოდ დროებით გავიდა თქვენგან პაუზაზე დროებით გადადგა ეს ნაბიჯი და მოტრიალდება სიტუაცია აბსოლუტურად ეს მდგომარეობა დაიშლება ახლა რაც არის და ჩაოლებრივად დაბრუნდება ხო რაღაცა ესეთი მომენტი აქვს კიდევ რას ფიქრობს კი, დაბრუნდება ეს ადამიანი თulis რომ ჩაოლებრად, იმიტომ რომ მას აქვს თქვენს მიმართ ძალიან დიდი ვნება, მას აქვს თქვენს მიმართ დიდი მიჯაჭვულობის მომენტი, მას აქვს თქვენს მიმართ რაღაცა ემოციური მომენტები, როდესაც ხდება რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ადამიანის მარტივად გამოყვანაც მდგომარეობიდან და მარტივად დამშვიდებაც, ხო? რაღაცა თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ძალიან ესე ჰარმონიულად ახერხებდით და ახერხებთ და მოახერხებთ კიდევაც ამ ადამიანის რაღაცა ემოციურ სიტუაციაში, ხო, ემოციურ მდგომარეობის დამშვიდებასაც, აღელვებასაც, გახარებასაც, ხო, გაბრაზებასაც, აი ყველანაირად. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ მისთვის სასურველი, საინტერესო, მას თქვენს მიმართ არ დაუკარგავს ამ ეტაპზე ჯერჯერობით, ჩანს რომ არის ვნებაც,
რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო, ასე თუ ისე ურთიერთობაში, შეიძლება პირველი არ იყოს, მაგრამ რაღაცნაირად მნიშვნელოვანია, ხო, რაღაც ის ნების მომენტები, ხო? ფიქრობს, რომ მას აქვს თქვენს მიმართ ეს ყველაფერი. თან იცით რა არის, ამ ადამიანისთვის, არ ვიცი, რამდენი გაქვთ გაკეთებული, რამდენი გაქვთ ნაპატიებელი. ალბათ მარტო თქვენ და ღმერთმა იცის. არ ვიცი, რატომღაც ეს ენერგია მოდის. კარგით. მოდით მაინც გრძნობებით ვნახოთ, გრძნობებში როგორ არის ეს ადამიანი. ტკივა, შიში აქვს. ტკივა და შიში აქვს იმის, რომ ხომ არ დაგკარგათ. აქვს ეს მომენტი. მიუხედავად ისა, რომ იცის, რომ პაუზაზე გავიდა და დაბრუნება, მაინც აქვს. მას აქვს თქვენს მიმართ გრძნობები, მას აქვს თქვენს მიმართ სიყვარული, ესე ვიტყოდი. არა, მას აქვს თქვენს მიმართ სიყვარული, მას აქვს თქვენს მიმართ გრძნობებიც, ემოციებიც, ვნებაც, მას არ დაუკარგავს თქვენს მიმართ სიყვარული. უბრალოდ მას აქვს ერთი მომენტი შიში, რომ ვაიდა ეს გრძნობები აღარ მიიღოთ თქვენ. ვაიდა ეს მისი ქმედება, რაც ეხლა გააკეთა და დაბრუნება მოუნდეს, აღარ მიიღოთ მერე ეს ყველაფერი და თქვა და თან ამბობს, რომ სამართლიანიც იქნება. სამართლიანი იქნება, რომ საერთოდ დატოვოთ და მიატოვოთ, ხო, საერთოდ არ მიიღოთ და არ მისცეთ საშუალება, რომ თქვენამდე მოვიდეს. როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ ვიძახით, ძალიან ბევრი გაქვთ გაკეთებული და შეიძლება გაიაზრა ამ ადამიანმა, რომ ესე მარტივი არ ყოფილა ეს ყველაფერი. აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ გრძნობები აშკარად. კარგით, მოდით ვნახოთ, მოდით ვნახოთ, რატო მოხდა თქვენ შორის ეს წასვლა. რატომ მოხდა ესეთი კონფლიქტი თქვენ შორის? მიზეზი რა იყო თქვენი ურთიერთობის პაუზაზე გასვლაზე თუ რაღაცა დაშლასთან მიმართებაში, ხო? მიზეზი. ნახეთ, წაღან ზუსტად ეს მომენტი ვთქვი, რომ ხანდახან გვაქვს, რომ პასუხისმგებლობების აღება და პასუხისმგებლობების მდგომარეობა ძალიან უჭირთ, ხო, ადამიანებს და როდესაც უყურებთ, თქვა, დასაოჯახებელ ჩვენს სამეგობრო წრეს, არის რაღაცა ისეთი მომენტები, თავისუფლებას ვერ ველებით, ხო, თავისუფლებას ვერ ვთმობთ. ეს ერთი, მეორე მომენტი ის, რომ მას შეეშინდა იმ ტვირთის აღება, თუ კონკრეტულად ოჯახი არ იყავით და ჯერ არ იყავით, მას შეეშინდა იმ ტვირთის აღება, რომელიც ოჯახს მოაქვს, ხო, ანუ რამდენადაც ბედნიერება არის ოჯახი და რამდენადაც სიმდიდრეა ოჯახი და რა ვიტყვიან ამ ქვეყნიური მართლაც რომ 60-ია ოჯახი, ხო? ამ ადამიანს ამ პასუხისმგებლობის აღების შეეშინდა. იცით რა არის, ნახეთ, ნახეთ, აქ შეეშინდა ამ პასუხისმგებლობის აღების და ესე ვიტყოდი, რომ აქ მესამე პირებიც ჩაერივნენ. ოღონდ, ნახეთ, მესამე პირები ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტულად ვინმე ქალზე მაქვს საუბარი, ან ვინმე პარტნიორზე მაქვს საუბარი, არა. მესამე პირები, რომელთანაც შეიძლებოდა ეს ადამიანი საუბრობდა, რჩევებს იღებდა და თქვა, როგორი მომენტი იცით, რომ კაი რა, რა დროს ახლა ეგ არის რა, ვიცი რამდენი სირთულე მოყვება ამას, თქვა, ისეთი ადამიანი, რომელიც სადაც უკვე ყავს ოჯახი და თქვა, არა აქვს ისეთი დალაგებული სიტუაცია, ხო?
ну შეიძლება რაღაცა რჩევის, იმიტომ რომ იცი რამდენი პრობლემები აღამისთება ბავშვს ან მიმართებაში, იქ რაღაცა საჭმელი მოიტანე, ის გადაიხადე, რა გინდა რა თავისუფლად ხარ, შენთვის ხარ, კარგად ხარ, მოიცა რა დროს ეს არის. და ამ ადამიანმა შეიძლება რაღაცა ის თავისი სტაბილურობის დაკარგვის და თავისი რაღაცა ის მომენტის დაკარგვა ცოტა შეეშინდა. იმიტომ რომ ნახეთ მისთვის ცოტა ასე ვიტყოდი რთულად გადასამუშავებელი აღმოჩნდა ეს პასუხისმგებლობა. ну ხა შეიძლება აქ ვიღაცებთან იყოს ის მომენტიც რომ მესამე კონკრეტულად მესამე პირებიც გამოჩნდნენ და ანუ გაართულა ამ ყველაფერი ურთიერთობაში და სტაბილურობა დატოვა ადამიანმა თქვა თქვენთან ოჯახიდან გამომდინარე ვამბობ შესაძლებელია იყოს ეს მომენტიც მაგრამ რატომღაც უფრო ეს ინფორმაცია უნდა რომ ადამიანმა აი ეს პასუხისმგებლობის მომენტები ვერ აიღო და აქ მესამე ფაქტორებისაც მდგომარი იყო შეიძლება ნახეთ ის მომენტიც არის რომ და სავსებით ლოგიკური არის იმიტომ რომ ადამიანი წასული არის მაქსიმალურად მატერიალურად დადგეს კარგად ფეხზე ხო როგორც აღნიშნე ოჯახში ცხოვრობენ ბევრნი არ არის ადგილი და ფიზიკურად უთხრეს რომ ვთქვათ რა დროს ახლა ეგ არის წადიჭერ რაღაც შექმენი და მე კი ბატონო რო გინდა ცოლი მოიყვანე გინდა გათხოვდი ან ასე შემდეგ ხო ყოველ შემთხვევაში არ არის ისეთი პირობები და ამ პირობებიდან გამომდინარე რა დროს ეგ არის ხო ან რაღაცა შეიძლება იყოს ის მომენტიც ნახეთ რომ ადამიანს ქალბატონს განსაკუთრებით ყოლოდა შვილების მომენტი და იცი რა სირთულეს მოიტანს ეს ბავშვები იმ მხრივ რომ სხვის შვილებს უნდა იზრუნო ხო პასუხისმგებლობები აიღო და რა თქინდა ხო აი რაღაცა ესეთი მომენტები მომდის ახლა აქ კარგით მოდით ვნახოთ სავარაუდოდ რა გეგმები აქვს ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში მისი გეგმები თქვენთან მიმართებაში მის გეგმები თქვენთან მიმართებაში მე ესე გეტყვით რომ ამ ადამიანს აქვს თქვენს მიმართ გეგმები ცდილობს რომ დაალაგოს სიტუაცია, ცდილობს რომ იმოქმედოს გონივრულად, თვლის რომ თქვენ შეძლებთ გაუგოთ ამ ადამიანს, თვლის რომ თქვენ ხართ გონიერი ადამიანი და მიხვდებით ამ ადამიანის შიშებს და სიტუაციურად რატომ მოხდა ეს ყველაფერი და განსაკუთრებით იმ ადამიანებთან თუ ვისთანაც ამ ადამიანს არ უთქვია არაფერი და ისე უბრალოდ წავიდა ურთიერთობიდან გეტყვით რომ თქვენ მიხვდებით და გეგმებთან მიმართებაში აქვს ის მომენტი რომ მან შექმნას თქვენთან ოჯახი მან შექმნას თქვენთან სტაბილური ურთიერთობა ათიან პენტაკლები მან შექმნას თქვენთან ის მდგომარეობა რომელიც მოუტანს ბედნიერებას მას აქვს თქვენთან გეგმები რომ იყოთ ერთად რომ პენტაკლების ზედაფალიც კი მას აქვს დაბრუნების სურვილიც თუ აქ უკვე ცოლქმრული ურთიერთობის მომენტი იყო აქვს სურვილი რომ დაბრუნდეს ის მდგომარეობა რომელიც ჰქონდათ აღდგეს თქვენი ოჯახი თუ არ იყო კიდევ ერთხელ გეუბნებით ამ ადამიანს აქვს იმის სურვილი რომ თქვენ ოჯახის შექმნას თქვენთან ერთად მას აქვს იმისი გეგმები და იმისი მოლოდინებიც რომ ადრე თუ გვიან მიხვდებით რა იყო როგორ იყო მიიღებთ ისევ ამ ადამიანს გექნებათ ისევ სურვილი ამ ადამიანთან ყოფნის და ეს ადამიანი ამ ყველაფრისთვის
ცდილობს რომ მოამზადოს ნიადაგი დადგეს ფეხზე რომ შეძლოს თქვენთან რაღაცა უკვე განსაზღვრული სიტუაციით მოსვლა. განსაზღვრული მდგომარეობით მოსვლა. მოდით ნახოთ აბა რა ქმედება იქნება? იქმედება რა იქნება? გეგმა მშვენიერია. ნახეთ რაც შეეხება ქმედებებს, გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანი ძალიან ბევრს გითვალთვალებთ. თუ თქვენ ხართ რაღაცა ცოტა ისეთი ცნობადი ადამიანი მაინც ხო რაღაცა ან ხშირად დებთ TikTok-ი გაქვთ, YouTube-ი გაქვთ, რაღაც ანუ თქვენ გაქვთ რაღაცა ან სოციალურ ქსელთან მიმართებაში ხშირი კონტაქტი გაქვთ ხო განსაკუთრებულად და დებთ ფოტოებს თქვენ მდგომარეობას, სიტუაციას, რაღაცებს აქვეყნებთ ხო? თვლის რომ ეს ადამიანი გითვალთვალებს იცოდეთ ნებისმიერ თქვენს ქმედებას მიუხედავად რომ მითხრათ რომ დაბლოკილია ეს ადამიანი, შეიძლება რაღაცა ყავთ მის წრეში, თქვენ წრეში მეგობარი მისი ან ვიღაცის ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ყოველთვის დაგაკვირდებათ. იქამდე სანამ არ მოვა თქვენამდე. ეს ადამიანი ყველანაირად იცდება ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა გამორჩეს თქვენს ცხოვრებაში, დაბლოკოს და მოახერხოს და ეცადოს რომ არ მოუშვას თქვენამდე. ეცდება რომ შეგიქმნათ ისეთი სიტუაცია და ისეთი მდგომარეობა, რომ რაღაცნაირად დაელოდოთ ამ ადამიანს, ხო? ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ იმის განცდა, რომ დალოდების განცდა გქონდეთ, ხო? აი ადამიანი რაღაცა ისევ კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რაღაცნაირად მიჯაჭვური მდგომარეობა გქონდეთ. ნახეთ, სულ გამყოფოთ შეიძლება გამოჩნდეს კიდევაც რაღაცა ინფორმაციები მოგიტანონ, რაღაცა სიტუაციები გითხრან ისეთი, რომელსაც მე დაგაწყებინებთ იმაზე ფიქრს, რომ ნეტა ხა ესე იზავს თუ ისე იზავს, რას გააკეთებს და როგორ იზავს. ხო, აი რაღაცა ერთი დღე გამოჩნდეს რაღაც თვითონაც ისეთი სადმე ახლოს გაიაროს, ხასე დაგილაიქოთ, არ ვიცი, აი ადამიანი ეცდება სანამ თქვენამდე მოვა აუცილებლად ცოტა მანიპულატორული მდგომარეობები ჩაატაროს და არ მოგცეთ საშუალება იმის, რომ სხვა ურთიერთობაში გადახვიდეთ, ხო, რაღაცა სხვა ურთიერთობაში შეხვიდეთ. თუმცა, ხა აშკარად ეს არ არის ძალიან დიდი ხნის დაშორების მდგომარეობა და ესეთი სიტუაცია, ასე რომ ადამიანი ეცდება ყველანაირად აკონტროლოს სიტუაცია. და მოდით ნახოთ სავარაუდო პერიოდი, როდესაც ფიქრობს ეს ადამიანი დაბრუნება თქვენთან. და მოდით ისე ვიკითხოთ რატო. სამყარო ამბობს, რომ მაინც ტყუილად დახარჯავთ დროსო. და რატო დახარჯავთ ტყუილად დროს? ვერ მიიღებს საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას? ნახეთ
ესე ვიტყოდი, რომ რატომ არ უნდა დაელოდოთ და რატომ ვერ მიიღებს. აი ნახეთ აქ მე გავაშყერე, რომ შესაძლებელია მისი ოჯახიდან იყოს და თქვენ დაოჯახებული, ანუ ყავდეთ ზურგი შვილები და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი ძალიან მოწადინებულია თქვენთან, მე ესე ვიტყოდი, რომ შეუშლიან ხელს მაინც. მოვიდეს, მოვა, მაგრამ აი სურვილი აქვს მოსვლისაც, განვითარებისაც, არავინ არ მოგცეთ საშუალება, რომ ვინმე შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ როგორც ასეთი ტყუილა დაკარგული დრო იქნება თქვენთვის, იმიტომ რომ ეს ადამიანი მაინც ვერ შეძლებს მიიღოს გადაწყვეტილება ოჯახის. მიუხედავად იმისა, რომ მას უნდა ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ მას უნდა თქვენთან ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ მას უნდა თუ ოჯახი ხართ, აქ როგორც ჩანს, თქვენს ოჯახი იყავით და წავიდა ადამიანი, აქ მაინც ვერ მიიღებს, ანუ მაინც ვერ ისწავლის ჭკუას. აი ესეთი მომენტი არის, იმიტომ რომ რატომ არ უნდა დაელოდოთ, თქვათ, ხო? ან უბრალოდ ნახეთ რა მომენტი არის კიდე. არ დაკარგოთ დრო, თქვენი დრო უბრალოდ ლოდინში, ხო? თქვათ, წადით წინ, იბრძოლეთ თქვენი ოჯახისთვის, იმის რომ იყოთ გამარჯვებულები და წარმატებულები. ნახეთ, სამყარო გეუბნებათ, მაგრამ ჩვენ დავსვით კითხვა, როდის დაბრუნდება? ეს ადამიანი ვერ არის ჯერ ჩამოყალიბებული მის დაბრუნებასთან მიმართებაში და იცით რა მომენტია, შეიძლება ითქვას, რომ დროში გაიწევოს, ხო, მისი ფეხზე დადგომა, მისი რაღაცა პასუხისმგებლობების აღება, ხო? ახლა ჩვენ ადამიანის ქვეცნობებში კი გასაგებია, რომ მის შინაგან სამყაროში თქვენ ხართ, დაუვიწყარით და მას აქვს სურვილიც და უნდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვერ დგავს ნაბიჯს, ვერ იღებს პასუხისმგებლობას, ვერ ახერხებს, რომ აჯობოს იმ რაღაცა მდგომარეობას, რომელიც არ აძლევს. შესაძლებელია რაღაც მომენტში ნახეთ, თქვათ, ადამიანი საზღვარგარეთ გავიდა და ესე მარტივად ხა ერთ თვეში და ორ თვეში ვერ დაბრუნდება, ხო? შესაბამისად, რაღაც რამოდენიმე წელი უნდა იყოს იქ, რომ დადგეს ფეხზე. ამასობაში თქვენი დრო მიდის. ახლა კი, შეიძლება მართლა ვიღაცა დაბრუნდეს 10 წლის მერე, მაგრამ 100 წლის მერე, რა ვიცი ხა 40 წლის პარტნიორები რო არიან, თქვათ, ხო, ახლა ჩემ ასაკში და 10 წლის მერე, ხა ფიზიკურად ან შვილი გინდა, ან რაღაცა გინდა, იმ ლამაზ ყლებს თუ დაკარგავ, ხა სიბერეში ვიღაცის მოსავლელად, ცოტა ისეთი მომენტია, ხო? აი აქ ეს მომენტი არის. მას აქვს სურვილი, ვერ ვიტყვი რომ არ აქვს სურვილი, მას უნდა ყველანაირად რომ დაბრუნდეს თქვენთან, მას უნდა ყველანაირად რომ თქვენთან იყოს, მაგრამ როგორც ჩანს, გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობას ძალიან ერიდება. ეს არის ყველაზე ისეთი მიზეზი ამ ადამიანის. მოგეთ ესეთი გამოვიდა. ძალიან გამიხარდებ და მინდოდა რომ დაბრუნებულიყო, იმიტომ რომ თუ ელოდებით რატომაც არა დაბრუნდეს ადამიანი. აქ უბრალოდ ადამიანი ვერ გადაახტეს შეიძლება თავის ოჯახის წევრებს, რომლებიც არ არიან მომხრე თქვენი ურთიერთობის, ხო? რაღაცა ეს მომენტიც არის აქ. თუ თქვენ ლუქს უკან პასუხისმგებლობები გყავთ. ესე რომ ვთქვათ. მე წარმატებულ ურთიერთობებს გისურვებთ. გისურვებთ, რომ იყოთ ბედნიერები და თქვენი სწორი ადამიანი მოსულიყოს თქვენს ცხოვრებაში. დროებით და წარმატებებით თავს თქვენთანაც.